საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ითვალისწინებენ ხალხის ინტერესებს, რადგან ეწინააღმდეგებიან საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ზაზა გაბუნია ამბობს, რომ ეს ცვლილებები სწორედ ხალხის ინტერესებს ემსახურება, რადგან აუცილებელია, რომ ყველა რაიონს საკრებულოში ყავდეს თავის დეპუტატი. ზაზა გაბუნია ნაციონალური მოძრაობის წევრების იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თბილისის საკრებულოზე ზეწოლა მიმდინარეობს. კარგად ვიცი, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აინტერესებს მოსახლეობის ინტერესები, თუმცა ქართული ოცნება ამ ცვლილებებით დგამს ნაბიჯს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების დაცვისათვის, იმისთვის, რომ ჩუღურეთელებს და საბურთალოებს, რომელთაც რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, აირჩიონ საკუთარი ინტერესების დამცველი. ამასთან ერთად აღნიშნული საკითხის პოლიტიკური мотиваციის მოძებნა აღნიშნული საკითხისთვის არის აბსოლუტურად ამაო მცდელობა, რადგან ჩვენ ამით არ ვცდილობთ უმრავლესობის მოპოვებას თბილისის საკრებულოში, რამე თუ დღევანდელი მოცემულობით თბილისის საკრებულოში უკვე არსებობს განწყობა საიმისოდ, რომ შეიქმნას ახალი უმრავლესობა, ხოლო არჩევნები ტარდება 3 თვეში, შესაბამისად ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენ ისედაც დღევანდელი მოცემულობითაც გვაქვს შესაძლებლობა შექმნათ ახალი უმრავლესობა და არ დაველოდოთ 3 თვეს, ანუ არჩევნების შედეგებს. ზაზა გაბუნიას ამ განცხადებას ცოტა ხნის წინ უპასუხა საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ქართულმა ოცნებამ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვოს. საკრებულოში უმრავლესობის მოპოვების მიზნით ჩართული იყო როგორც ყველა ფრაქცია, ასევე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და რა შედეგს მიაღწიეს მათ, ეს თქვენ კარგად ნახეთ წინა საკრებულოს ხდომაზე. მათ ვერ დაიჭირეს გიგი უგულავა, მათ ვერ მოხსნეს საალ სამადაშვილი, ეხლა იბრძვიან ისევ სკამებისთვის და ამ ვითომ საკანონმდებლო რაღაც დემოკრატიული გზით უნდათ რომ მოიპოვონ უმრავლესობა. მერწმუნეთ რომ ჩუღურეს თუ სხვა რაიონებს, სადაც მაჟორიტარი დეპუტატები გამოაქვთ, იქ მუშაობენ მუნიციპალიტეტები, გამგეობები და არანაირ განსაკუთრებულ ზარალს ეს ადამიანები არ ნახულობენ. ერთადერთი ამოცანა ამ ცვლილების არის მხოლოდ ის, რომ რაც შეიძლება მალე იქნას დაპატრონებული უმრავლესობა. საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტ